არ დამეზარება ამ თემაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებია სულ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ეს არის განმეორდები ცდელობა დამყარდეს კონტროლი კვლევით სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში, რასაც მოყვება, რა თქმა უნდა, საშინელი შედეგები და ტყუილად არ შეარქვა ხალხმა ხალხური სახელწოდება, შეიძლება ასე ითქვას, განათლების რეფორმას დეფორმა. თუმცა ის ფაქტი, რომ ამხელა რეფორმის კონცეფცია დაეტია სამგვარდ ნახევარზე, უკვე მეტყველებს რამდენად არასერიოზულად მიუდგნენ ამ რეფორმას და აი ყოველ ნაბიჯზე რეფორმის გატარების ჩანს აი ეს არასერიოზულობა. მე თვითონ ვიცი რა არის სასწავლო პროცესი, იქიდან გამომდინარე რომ უბრალოდ ასოცირებული პროფესორი კი არა ვარ, 5 წლის განმავლობაში ვიყავი საშემსრულებლო ფაკულტეტის კონსერვატორიაში დეკანი და იმდენი გაუაზრებელი დეტალია თუნდაც იმ კონცეფციაში და იმ ნაბიჯებში, რასაც დგავენ ახლა ამ რეფორმის გზაზე, პირდაპირ ხვდები რამდენი პრობლემა წარმოიქმნება, ტექნიკური პრობლემები, ღეროვნულ პრობლემებზე არ არის საუბარი, მაგალითად აი როდესაც აღიდგენენ სტატუს შეჩერებული სტუდენტები და სტატუს და გარიქნება ის ფაკულტეტები, რომლებზეც ისინი სწავლობენ, რა უნდა უყონ ამ სტუდენტებს. აი თუნდაც ერთი დეტალი, ხო, უამრავი დეტალია, რომელიც არ არის გააზრებული, იმიტომ რომ იცით რა, ყველაზე საინტერესო, როდესაც უყურებ, იცით, აი ჩამოაყალიბეს ეს რაღაც კონცეფცია და ეხლა ცდილობენ ყველაფერი მოარგონ ამ კონცეფციას და მოარგონ საკმაოდ გაუაზრებელი ნაბიჯებით. კონტროლის არის მიზანი. რა თქმა უნდა, მაგალითად და ეს არ გამორიცხავს შენობების თემას, იმიტომ რომ ძალიან მკაფიოდ თქვა და სხვათა შორის აი თეონას აუცილებლად კითხავ ამას და დამეთანხმება, დაკვირვებული თვალი არ არის აუცილებელი, მაინც და მაინც PR სპეციალისტი იყოს, შეამჩნევდა იმედი აწარმოებს პროპაგანდას და რუსთავი ორიც, რომ აი დაძველებულ შენობაზე, ტექნიკურ უნივერსიტეტის შენობები რო არის მოძველებული, რომ ინფრასტრუქტურა არ ვარგა, ამაზე მიდის, ახლა რეპორტაჟებს აკეთებენ და ამაზე მიუთითა სხვათა შორის, მათ შორის კობახიძე. ფიქრობ თუ არა, რომ შესაძლოა ასევე რა თქმა უნდა, აი სამგვარდ ნახევრიან კონცეფციაში შენობების ადგილი აღმოჩნდა. იქ საუბარია იმ შენობებზე და გასაგებია, რომ ყველა ეს უნივერსიტეტის შენობა დგას ძალიან კარგ ადგილას და გასაგებია, გონივრული ეჭვი, როგორც მიყვარს ეს ფრაზა, არსებობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასევე არის ამ ადგილების დაუფლება. ჩვენ მაგალითად, მიუხედავად ის, რომ ამ წუთში არ მიმდინარეობს ამაზე საუბარი, მაგრამ გვაქვს ასევე გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება გაგვაერთიანონ სხვა სახელოვნებო უნივერსიტეტებთან და ჩვენს ძალიან კარგ ადგილას გვიდგას შენობები. თან მინდა ვთქვა ამას, ვამბობ, რომ კონსერვატორიის შენობა მაგალითად აშენდა სპეციალურად კონსერვატორისთვის. ესეთი უნიკალური შემთხვევაა და ჩვენთვის მას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ემოციური დატვირთვა აქვს და ამიტომ აი ძალიან მტკივნეულად ვუყურებთ არაერთ საკითხს, მაგრამ ეხლა იცით რომ არ იყოს მხოლოდ გაბრაზება, წუწუნი და ჩივილი, მე მაინც ოპტიმისტი ადამიანი ვარ და მომხრე ვარ იმისა, რომ ჩვენ პოზიტიური აურა გარშემორტყმულებმა ვიბრძოლოთ. ძალიან გამიხარდა დღეს უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის განცხადება, რომელიც მათ 39 ერთის წინააღმდეგ იყო ესეთი ასე გადანაწილდა ხმები მიიღეს, სადაც დაგმეს ეს რეფორმა, სადაც მხარი არ დაუჭირეს კონკრეტულად აი ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმას და სადაც საუბრობენ იმაზე, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, აუცილებლობაზე, რომ აკადემიური სივრცე და უნივერსიტეტები უნდა იყვნენ ავტონომიურები, იმიტომ რომ ავტონომიურობის გარეშე ეს სხვათა შორის მე წავიკითხე, რომ ეს არის ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რომლის ნაწილი ჩვენ ვარ და ხელშეკრულებაც გვაქვს მოწერილი, აი ასოციაციის ხელშეკრულების ნაწილია. ანუ ეს ოფიციალურად ხელშეკრულების დონეზე გვაშორებს ჩვენ საერთაშორისო სივრცეს, ასე რომ დიდი მადლობა უნივერსიტეტის სენატს. მე პირადად ვამაყობ